ის, რაც არ უნდა გააკეთო შფოთვის დროს. პირველი, მიაკერო მას სიცუდის იარლიყი. მაგალითად, თუ კომფორტის ზონას აფართოებ, რაც შფოთვას აუცილებლად გამოიწვევს. ეს ზრდის ნიშანია, რაც კარგია და თუ ცუდი დაარქვი, კარგ მეგზურობას ნამდვილად ვერ გაგიწევს. მეორე, ნუ არიდებ თავს იმას, რაც გვრის შფოთვას, რადგან მისგან თავის არიდება უფრო მეტად იწვევს შიშს. მესამე, სოციალური ქსელის ზედმეტი მოხმარება, სადაც საგანგაშო კონტენტის მუდმივი ნაკადი უწყვეტად დაასტიმულირებს შენ ნერვულ სისტემას და გაზრდის შენს მგრძნობელობას სტრესორის მიმართ. მაგალითად, მუდმივი ვიდეოების ყურება ნარცის მშობლებზე შესაძლებელია მეტად დამაზიანებელი იყოს, თუ გარკვეული ნაბიჯები არ გადადგე. შენ უბრალოდ საქმის ყურში იქნები არსებული ინფორმაციის შესახებ, მაგრამ ცვლილება არანაირი არ იქნება. მეოთხე, ყველა აზრსა და გრძნობას გადაჭარბებული ანალიზი არ სჭირდება. რატომ ახლა ეს უსარგებლო გეტყვი? შფოთვა იფურჩქნება და ყვავის აზრების მუდმივი ტრიალისას, იგივე რუმინაციისას. იგივე რაც ყოველ ჯერზე გველს აკბენინო და გიკვირდეს თუ რატო გიკბინა. ამის მაგივრად ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ აზრს და გაუშვათ ისინი პასუხების გაცემის მოთხოვნილების გარეშე. თუ რაიმე სერიოზული საქმეა, დასვი კითხვა, ეხლა ეს შფოთვა რაში გეხმარება? ბრმად თუ გაეცი პასუხი, რომ არაფერში არ მეხმარება, შედეგს ვერ მივიღებთ. პასუხი საკმაოდ ცნობიერი უნდა იყოს, თორე ავტომატურად პასუხი, რომ რა სისულელე ახლა, რა თქმა უნდა, არ მეხმარება, ეგ არ ითვლება. მეხუთე, არ იზოლირდე. მცირედ საუბარსაც ვინმესთან მცირედი შედეგი მაინც მოაქვს. და მეექვსე, ნუ შეადარებ სხვის შფოთვას და განვილ გზას შენსას. არასოდეს იცი ის რას გრძნობდა. მაგრამ ახლა შეიძლება ვინმე ასეთი რამე თქვას. ჩემი შფოთვა იმდენად მენტალური არაა, რამდენადაც ფიზიკურია. და რაც არ უნდა ვიფიქრო, არაფერი მშველის. აქ ერთი კარგი და მეორე ძალიან სახიფათო თემა წამოიჭრება. თუ არაფერი არ გშველის, შეგიძლია ფიზიკურად ქნა ისეთი რამ, რისი იმპულსიც გადარჩენის მეტად აქტიურ მდგომარეობაში ჩაგაგდებს, რაც თვითგადარჩენასთან იქნება ახლოს. მაგალითად, ცივი შხაპი, რაიმე რაც ისეთ იმპულსს გამოიწვევს, რაც შფოთვისაგან ყურადღებას გადაგატანინებს. ან მიიღე წამლები გამოწერილი ექიმისგან. და მეორე, რასაც ზოგი მიმართავს, არის პატარა ტკივილების ძალით შექმნა. მაგალითად, შფოთვამ თუ რაღაც ძალიან დიდი დისკომფორტი მოგვარა ადამიანს, ხელზე რეზინის თმისამაგრი უკეთია და უტყაპუნებს საკუთარ თავს, მაგრამ ამის სახიფათოობა მდგომარეობს იმაში, რომ დროთა განმავლობაში თუ მიეჩვია სხეული, ყოველ ჯერზე თვითზიანის დონე შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ ამ მეთოდს საერთოდ არ გირჩევდეთ. და ბოლოს, თუ არანაირი აზრი და მენტალური ვარჯიში არ შველის შენ შფოთვას, ექიმის დანიშნულებამ და რამოდენიმე კარგ ტაბლეტმა შეიძლება მეტი შვება მოგიტანოს, რადგან მაგ დროს ტვინი როგორც ფიზიკური მოცემულობა შეიძლება განიცდიდეს ისეთ რაიმეს, რასაც მხოლოდ ქიმიური ჩარევა თუ უშველის.